დედა, დედმოგებული ვალიკოს. ისმის. თელოთახში ისმის. კეთი. დადე. ტელეფონი ქულზე ვალიკოს. მე უნდა დავიტირო ჩემი ქმარი. მე. ეს რა გაუგონარი გავიგე. ეს რა დღეში ჩამაგდე. მე ხაზი გადამისვი. შვილებს რა პასუხს აძლევთ? შენანაბრად რომ იყვნენ დატოვებულები. მაგაცვის ხომ შენ უნდა მიგეხედა. რომ მართმუნებდი ცირნიავს არ მივაკარებო. ეს იყო შენი სიტყვა. ვერ მოვთიგარ ვალიკო ვერა. არა მოგსუკლება. ვიღამ გადაიხადოს ვალი. ისინი გაიტანეთ. ვიღამ მოხედოს ბავშვი. რაღაცა მოვიფიქროთ, ეს არ შეიძლება. აიმე? წამოდით. იოს ყველა გავიგონე. მამის ამბაში გაცივდა. დედა. ამაღამე მოუხაშეთ ზეწვი და ასვი გესმის დედა. დაბლა ოთახში მცენარეების კონები. ვითომ რა შენ რო არ მითხრა, ისი არ მოული ჩემ შვილიშვილს. ხო შენ პაულოს მიხედე მანდა. იმოდენა იტალიაში შენს მეტი მომვლელი ვერავინ ნახა? ვაიმე? ბარათი მითავდება. მალე დაგირეკავ. ეს ახალი მოდა ვერიკო. ცოტა საღარავინ ეჭირდება და რას მოვიფიქრებით ვისხედით ჩვენთვის კურხებებით და ვისხედით. აბა. სიზმარში არ მინახავს იტალია და საბერძნეთი. რასაც ხარ გაიგეთი? რის დოლარი რა ევრო. აი, იგოს გამოვარჩი, ყველაფერი ქონდა. შესაძლებლები. ეხლა გადმორეკოს, აბა. რა ხილი ქალო, ვერ არჩიეთ გასადიდებელი სურათი. რა ვიცი, გამოდგება ეს. ისეთი ოხერია კაცო დაიმარტო ხელებს არამც და არამც უკან არ დაიხევს არ მოიშვება. კი ვიცოდ რომ მიქალები მახეს ვერ დამიგება ვალიკო. რომ ჩემი ერთგული იყავ და ჩემოლოდინში იქნებ. მეც დაანებით. თვითონ დაუყიშეთ მახე. არ მიზალებოდის მასა, არ იწვებოდი ახლა უსულოდ ვალიკო არა. რა მეხვეწებოდი, გავძლებ უშენდო. მიპოველა. როგორ უნდა გასწ? აი რა გენი. ელი მიხავის მას. მანქანას დაამსხვრიე. და შენ თავსაც ცირვა გამოუყვანე. დროს რამდენი დამრეკე. ზვარავად მიპასუხობდა ჩემი სანდრო. არ უნდა დაეთქვა რომ მამა ისდა ბიჭებთან და სვამდა დაღლინიო, ნავსო დაღლინია და დაწვაო. ქაბელია ჩაბოიდა? ტელეფონით ტირის. მიდი და ნახე. ვაიმე.
რომ ვეღარ გავიკონებ შენ ბოხუნახმასა. ვეღარ დაგინახავ გაღიმებულს ისე რო გშვენოდა. შემოგხედავდი და ვიტყოდი, რა გულმისავალია ჩემი ვალიკო მეთქი. შენს რომ დამინახავდი, მაშინვე სახე გაგიხსნებოდა. შემომსიცინებდი. შემომანათებდი შემფრიალა თვალებს მოგიკვდეს ჩემი თავი. რომ მეხვეწებოდი და მეღმერთებოდი, ნუ წახვალ, ნუ. არა ჯერ მოდი დაჭიქი შორი გზიდან მოდიხარ ხალ. მე ხომ ჩემთვის არ წამოსულა ვალიკო. მე ხომ თქვენთვის წამოვედი. ოჯახისთვის. რაც რკე მოწყვეტ კაცო. მანდაც ხომ მუშაობდი თავდადებით, მაგრამ არც შენი მუშაობით. და არც ჩემი ექცნობით არაფერი გამოგვდიოდა. თორემ გიჟი ვიყავი ჩემი შვილებისთვის თავი დამენებებინა. $3,000 გვესესხნა და პაულას მოსავლელად დავტყომოდი. იმის მაგივრად ჩემი ვალიკოს კუბოს თავს ვახლიდე. ჩემ დაობლებულ შვილებს გულში ვიკრავდე. პაულას უნდა მივხედო. ყველაფერი გაუკეთო. განაცუდი ქალია. პირიქით, ძალიან გაგებული ადამიანია. იმას მეუბნება, ეს რა კაცები ყოლიათო, აიქსო ახაურობა თქვენი ქალებითაო, კაცები კიდე სხედან და თქვენ გასამსჯელოს ელიანო. გული დამეტანჯება ხოლმე, ქალებო გული ვარწმუნება, არა მეთქი, არა. სამუშაო რო დღე დაგვიდგა. კი არა, თუმცა სადაც გინდა წავიდე. გადამთიელი პაულა თუ ვიღაცა მაგის დასაცინი რო გავხდით. რადგან რო იყო სადამდის წავიდა ტექნიკა. ბაბა. ჯერ სადახართ. მალე ტართან დადგავენ ტელევიზორს და ვითომ აქა ყოფილა და აქედან დაგიტირნია ეს ყტარი. მე არც მინახავ თქვენის თანაქალებიო, ეგეთი თავდადებულებიო, ეგეთი მსახურებიო თავისი ოჯახისაო. მეო, ჩემ სიცოცხლეში, ჩემი ქმრისთვის, არც არაფერი ეს პატივში ატყევათ მგდებ. მოსამსახურე და მზარეული კი არ ვიყავიო. ვაიმე, მალე დაგირეკავთ. ისე თქვენ ნუ გეწყინებათ დეიდათინი. მაგრამ რა უნდა და სად მიდიოდა ეს თქვენი ქალი რომ მიდიოდა? აწყალი ჩემი ძმა. აღარ იცოდა რასაც წებოდა, სად რა გაეკეთებინა, აღარ იცოდა. თიროს ახლა იქედა და დაიტიროს. რა საკეიფოთ მიდიოდა თუ რა? წელებზე ფეხს იდგამს. რა გამოეგზავნა თავის შვილისთვის და ქმრისთვის არ იცოდა. ხო და აგე მაგისმა წასვლამ რაქნა, აგე რაქნა მაგისმა წასვლამ, აგე რაქნა. მის რა ჯანდაბა თუნდა ეხლა მაგისი ფანტიფუნტები. რა ფანტიფუნტებია ეს მანქანა? კარგი რა მანქანა. შენ ჩემი შვილი არასდროს არ გიყვარდა. თქვენა კიდე ჩემი ძმა. არაფერიც. სწორედაც.
პაულა მეუბნება, გინდა თუ არა, რამ გაგაღარიბათ ეგრეო, სამხრეთის ქვეყანაო, ღვინის ქვეყანაო. თუ მართლა გამრჯე ხალხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგჭირვებოდა თუ არაო, აბა რა უნდა უთხრა? უყვირს, აი რაც გიტა ნინო ასეთი ფაიტური. ერთთან ყოფილი ინგლისში დავაბარე. ეგრე რა უნდა გაგჭირვებოდა თუ? გესმის ვალიკო, რატომ? ამოდენა გზაზე წამოსავლიყავი და ჩემთვის ნემსები გეკიდებინაო. შენი ჭირიმე ვალიკო, შენ შემოგები. შენ რომ გიყვარდა ჩემი გაკეთებული ჩახმობილი კოერცხით. პაულასაც გაუკეთე და სულ გადაირია. ყოველდღე რომ ჭამა, მაინც არ მომწყინდებაო. ახინკალზე რა სიტყვის, სულ გაგიჟდება. მაპატიეთ ხალხო, სიტყვებსაც წამიყვან, როცა ჩემი ვალიკო აღარ ამყავს, როცა ჩემი ვალიკოს ვეღარ მოუხარშავ და ვეღარ მოუხრაგავ. რა მოიყვანა ეხლა ეს მელაკუდა ეს ნინოა. აკი მანქანაში ჯდაო. ერთი ნაკაწვიც კი ვერ შევამჩნიე. გადმოვარდა ალბათ ბურთივით. რო კითხო, კლასელები ვიყავითო, იფიცებს ყველა. კარგი, ქალებო, კარგი. მარტოობა კაცს არ შეუძლია, არა, გაიგეთ ეგა და შეიტყვეთ. თუ ერთი ჩანჩურა და შტერი არ არის. თან ფულს უგზავნიდა რა კარგად ესეირნა იმის ფულებით. ფულია, ყველაფერი ფული. ფული ერჩივნა თუ საგზალაბათი ქმარი. აი, საწყალი ჩემი შვილი. ანა, მოდი რა გაჩვენო. მაინც რა ბედი გაქვს ქალო. ჯერ იყო შენი ქმარი და ეღუპა, ეხლა ვალიკო. გული მიდუხს, გული. პაულა შვილიშვილებმა გამოგიგზავნეს, ეხა გაიზარდნენ და აღარ ჭირდებათ. ესეთი რაღაცები სოფელში არავის არ აქვს. თბილისში თურმე ესეთი კომპიუტერი ყოფილა, ადამიანს შორს თუ ელაპარაკები, ისიც ხედავ და შენც ხედავ. იტალიაშიც დავინახავთ. დედასაც დავინახავთ.
იტი ბიჭო, გამაიტა მეორე. მოვდივარ. ალო. ყველაფერი მზად არის. არა, ხალხიც მოდის უკვე. მე რო გეტყვი, მაშინ დაიწყე. გაიგე, მომისმინე. გესმის? ოდიცოდე აი შენ პაულას იზაგვია შეგონებებით არ გამაყრუ აქეთ. ებსა ლაპარაკობ როგორ. მაგ ევროპაში თუ გაგიშდი თქვენ. აცებიო, უქნარებიო. ვერა ხართ კარგად, აი. იცოდე გაგითიშა. და დახუთებულ ხარ მიდი ეს ჩაბუქი. ხალხო ამხანაგებო მეზობლებო სოფლელებო სტუმარო მზარეულო თამრიამ გადაწყვიტა რომ იტალიიდან დაიტიროს თავის საყვარელი მეუღლე ქმარი მართლა ხა ლილახანობა ხო არ არის ხა მოწდე ამოდენა მუშაობასა და აბსიშორედან წამოხვიდე ადამიანი აქაც გიხდით ბანაში შემოვალიკო ძირფას ეკლესიაში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ორადი იტალიიდან ტერის მუშაობდა რახლებს ვერ ჩუნდის მე კიდე აქაურ კაფეში ტრატორიას ეძახიან ჩვენი ქალები შემოუძღდებით სუფრას მე შენ გეტყვი ცოტანი ვარ ბევრნი ვალიკო ბევრნი ვარ მარტო თუ შეელიკო ამბობს 700-ნი ვართ წამოსულებიო აქაო საბერძნეთში და ამერიკაშიო ხოდა რო დამსხდებით შენ მოსაგონებლად ამელიკოს სამწუხარო და დავაკრევინო და ვამღერო თუშური რამოდენას ვიგვიჩინებთ რაც რამს დაგადევნებთ ლამარა იქნება თამადა ის არის ჩვენი ბელადი ისეთია ხისა და ქვის დამწნობი სულ ეს ლამარა გვამხნევებს სულ იმას შემოგძახებს ხოლმე გვირაბით რომ შევიკრიბებით ასწით თავები რაც ჩაგიკინდრიათო იცით ჩვენ რამოდენას ვარგებთ ჩვენ ქვეყანასაო ჩვენი გაგზავნილი ფულითო თვითონ უკვე აქ მუშაობით თავის შვილებს 3 ბინა გაუხერხა. სწორედაც თბილისში უნდა იცხოვროთ ჩემმა შვილებმაო და ჩვენც იმას დაგძახის. აქედან ისე არავინ უნდა წახვიდეთ, ბინა თუ არა, სამაღაზიე ფართი მაინც დაიგულოთო. ჩემო ქალებო, ყველაფერი რიგით და წესით უნდა აღუსრულოთ ჩემ ვალიკოს. სალაპარაკოდ უნდა გახდეს ჩემი ვალიკოს ჭირის სუფრა. ცოცხალს არაფერი დავაკელი და მკვდრისთვის დავიშურებ.
მაღაზე მიყდება იცი ვალიკო. შავებს რო ვერ ჩავიძმევ. უნდა მაპატიო გენაცვალე. გაგებით უნდა მოეკიდო ამას. ერთი რომ არაფერი მაქვს შავი. გამოდის რომ უნდა ვიყიდო და ზედმეტი ხარჯი გავწიო. მაგრამ ჯანაბას ევროები. ვიღიდი რა ვქნა პაულას არ უყვარს შავები. მეო ცხოვრება ჩახჩახა მიყვარდაო და ტანსაცმელისო. და ჩუქნის ნაირნაირებს. სწორედ პაულამ მიმასწავლა, სად უნდა მეყიდა შენთვისა და ბავშვებისთვის ტანისამოსი. სულ რო იმას ამბობდი, ერთი ჯინსი არ უნდა მეღირსოსო. დეიდა მარიკო, დღეს მიდიხარ? რამდენი ვარჯი, რომ კარგიც ყოფილიყო. დედას უთხარი, რომ ბავშვებს არაფერი უჭირთ. ყველაფერი კარგი და ნუსად. მე რო საბერძნეთში მივდივარ. ესე იგი, ყველა ერთად არ იქნებით? რა ვიცი, აბა, იქნება ვნახო კიდეც. ყავის კურტკისაც, საუკეთესო ფეხსაცმელებისაც. შესაძლოა დაგვეძე შენი გოგო. არ უნდა მოკვდე კაცო, არა. გაჩერდი ახლა. გზაში დგავ და ნუხარ ხოლმე არ მოვლა. მე კრისტე შევკვეთა მომსწრებს. ვიზებს რო აღარ ეძლევიან, როგორ მიდიხარ, რა? თვითმფრინავის ბილეთი სადა იყო? რა ბილეთი, ვის ბილეთი? თვითმფრინავით რომ მიდიოდე რა მიჭერს? ავტობუსი მიდის საბერძნეთში. ცხოვს 5 აქვს მოზრდილი და იქ უნდა ჩავშდე. 5-ში? ხო, 5-ში. მაშ რა ვქნა? სხვანაირად ვერ გადავალ საზღვარზე. ავტობუსის 5-ში? ით ვერ გაიგე კაცო. მოზრდილი 5-ია საბარგულში. შიგ ჩაჯდები და ისე გადახვალ საზღვარზე. ეკა ხო გახსოვს? მერე? ის ჩავიდა ეგრე სალონიკში. არაფერიც არ არისო. ყუცფანჯარა ქონია სასუნთქი გამოჭრილი. ჩაჯდები შიგ და მიდიხარ რა. გუშინ წინ ღამე მიკიოტი შემოიდა ჩვენს სახურავზე. მოსწიოდა და მოსწიოდა. მამამ თოფი გამოიტანა, ესროლა. აცილა. გაფრენიცაც ვერ მოარტყა. რაღაცას თუც გვაუწყებსო. მე ვითი ნიშანი თუ კონდა. რავი. რატო არ გაფრთხილდა? როგორ არ გაფრთხილდა? ჩემო ბავშვებო, ჩიტის რძე არ უნდა მოგაკლოთ და ისე მოგრთოთ და მოკაზმოთ, სულ იძახონ ვისები არიან, ვისებიო. შემოუბლებო, თქვენი კვერი არც როდის ნაცრიანი არ იქნება არ. არაფერს დაგაგლებთ დედა თქვენი, არაფერს. ცოტა მოიცადეთ. თქვენ შემოგევლეთ, მოუცადეთ დედას, ვინც მოითმეს, ის მოიგებს ჩემო შვილებო. და თუ ვერ მოვითმენთ, წამოგიყვანთ აქა, გველის წყალში გავძრები და წამოგიყვანთ.
ისეთი სახლი აქვს პაოლას, სასახლე გეკონება, ყველაფრით სავსე აქვს, ქვაცა აქვს და კაკალის და თანაც კეთილია. მეუბნება კიდეც, ჩამოიყვანე ბავშვობიო, აქ სულ სხვანაირად გაიზრდებიანო, ცოდო ხარო, ცოდო და სულ სიყვარულს მეფიცება. კარგად ვური და იმიტომ ერთგულად და გულიანად, აბა როგორ, ამაში ვიღებ ევროებს. ამ ევროებით ვოცნებობდი სამაღაზიე ფართის შეძენაზე, ეხლა ვკიდე ბუნებაში. სულ შენი საფლავი მიტრიალებს. სულ შენ საფლავზე ვფიქრობ. არ გაიხაროს გაუხარელმაო, ჩვენზე ანა თქვა. მაგრამ ქვას დავკოდა ვალიკო და ჩვენ შვილებს კი გავახარებ. ჩვენი დარდით სულს ნუ დაიმძინებ შენი ჭირიმე. ცოლსვილის დარდს ნუ გაიყოლებ. რას აკითხო ვალიკო იცი? თუ მართლა არსებობს საიქი და სულ დაკრებული. გეხვეწები. ჩვენ მამა პაპას არ უთხრა. არ გაუმხილო. რომ რამის დაიცალოს ჩვენი ქვეყანა. ამის გაუკაცრიელდეს აქაურო.